ჩვენი შოუ 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 საღამო მშვიდობისას მიფასო მეგობრებო, მოგესალმება ჩვენი შოუ და მისი წამყვანი გია ბაღაშვილი. აი დაიწყო და მაყურებლის სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს ტელეიმედის გახმაურებული მეგა პროექტი ვინ არის. რამდენიმე დღის წინათ მისი ერთ-ერთი პერსონაჟის ბერიკას ვინაობა გამჟღავნდა და იგი აღმოჩნდა სახელოვანი ქართველი არტისტი ბატონი იმედა კახიანი, რომელიც დღეს ჩვენი შოუს სტუმარი გახლავთ. მოგზაურობთ ბატონო. საღამო მშვიდობისა ბატონო იმედო, როგორ მიხარია რომ მაქვს საშუალება დღეს გიმასპინძლოთ ჩვენ შოუში და სრული მოულოდნელობა იყო მთელი ქვეყნისთვის, მათ შორის ჩემთვის რომ თქვენ აღმოჩნდით და თქვენ სადაც ჩნდებით ხოლმე, აი მართლაც ჩვენება ბრძანდებით, ნებისმიერი იქნება კინო იქნება, სატელევიზიო შოუ თუ გადაცემა, თუ ჩვენი შოუ სადაც მქონია აქამდე პატივი რომ მემასპინძლა, ასე იყო ამ შოუში, მაგრამ ვინ არის მაინც ისეთი გამორჩეული და მართლაც აი ისეთი მეგა პროექტია ყველა რომ ელოდება. ძალიან საინტერესო. ხო და აი ეგ მაინტერესებს როგორ აღმოჩნდით თქვენგან ბერიკა როგორ გამოიძერწა და რანაირად დაგიყოლიეს და როგორ იყო მთელი ეს პერიპეტიები. ხო, აბა შემთხვევითობა ალბათ. აბა მე არ დამიწერია განცხადება რას. არა ვიცი მიგივართავ. და მე უნდა გითხრათ რომ აი აღმოჩნდი ძალიან საინტერესო ჯგუფში. ძირითადად ახალგაზრდებში. ხატრები არიან, როგორ კოსტუმებს აკეთებენ. საოცარი მუსიკა, როგორ მუშაობენ, როგორ ახლა მე დიდი მომღერალი არ ვამყოფილვარ. მაგრამ აი რაც შემძელი, ისიც ძალიან დახმარებით. ყველანაირად მავარჯიშებდნენ და მასწავლიდნენ და აი რაღაცა მოახერხეთ ბოლოს. ძალიან საინტერესო გადაცემაა. ძალიან და წარმატება მინდა უსურვო. კარგები არიან ყველანი. რა მაინტერესებს, ნინი ხო არ გაგვინაწყენდა თქვენი შვილიშვილი, იმიტომ რომ მე მგონი მარტო ნინი დარჩა თქვენი ოჯახიდან, ვისაც არ აქვს მონაწილეობა მიღებული ვინ არისში. მას რა რეაქცია ჰქონდა? შეიძლება, მაგრამ არ ამჟღავნებს. ჩემთან არ გამოუმჟღავნებია. პირიქით მითხრა, კარგი იყო ბაბუ, ყოჩაღო მეთხრა. არა, პატარა საქმე, პროფესიონალი და ეგეც შემოძა. ერთიც კია, სხვათა შორის, საფიქრებელი რომ ეგება და ნინის მონაწილეობს, კაცო, იმიტომ რომ წინ კიდე არაერთი ეპიზოდია და იქნება არ გიმხელთ და რომელიღაცა პერსონაჟია დამალული. არ გამიმხელია არავისთვის. არ გითხოვთ ხო არავის? შეიძლება მითხრეს და არავის არ უმხელდე. ბერიკას პირით ასეთი რამ ჰქონდათ ეგრეთ წოდებულ პროფაილში, ნათქვამი რომ შემდეგ ეპიზოდშიო დინამოსთან ჩემს განსაკუთრებულ ურთიერთობაზე მოგიყვებითო და ეთყობა დეტექტივებს დიდად არ დაინტერესათ, იმიტომ რომ დაიჩემეს მე როგორც იციან მოიხსენი და მოგიწიათ მოხსნა, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს ეგ ამბავი და რა განსაკუთრებულ ურთიერთობას გულისხმობდით დინამოსთან. ჩვენ ახალგაზრდობაში დინამოზე უფრო კარგი არაფერი იყო და გასართობი და სანახაობა. მართალია მე დაემატა ორშაბათობით ის კინოები გამოდიოდა, ახალი ფილმები. ეს იყო მთელი ჩვენი გართობაც და ინტერესიც. ბევრს ვიცროვდი ძალიან ახლოს. თვითონ კაპიტანი შოთა იამანიძე, გენიალური ბიჭი. ერთ ეზოში ცხოვრობდით. უი რა ბრძანებთ. მართლა ისეთი იყო და მაგის ტოლები იყვნენ სხვები. ბორია სიჯინავასგან მახსოვს, მითხრა რომ მაგენი ამოდიოდნენ ქვეიდან იყო ამოსასვლელი მოედანზე და გასახდელი კომოდა ამოდიოდნენ. ალამი იდგა დროშასთან იკრიბებოდნენ. იქ რო შევიკრიბებოდითო, შოთა გადმოხედავდაო ესე. და ერთ სიტყოდა რომ წავედით. ჩვენი ტოლი იყო შოთა. და არაფერს იმას არის არ აშინებდა არაფერს. მაგრამ აი იმის ის ერთი სიტყვა და გადმოხედვა აი ტანში დაგვივლიდაო, რომ ნაღდად მივდიოდით საბრძოლველად. სათამაშოდ კი არა. საბრძოლველად მივდიოდით. აი რას ნიშნავს შინაგანი ძალა და ავტორიტეტი. ბატონი ბორია პაიჭაძე, კოტრიკაძე მითხრა მეკარემ
შენო გახსოვდესო ესე მითხრა ბორიამო რომ დინამოს კარებს კი არიცაო აი დარიალში შემოსასვლელი კარები რო არის იმის და რაჯი ხარო ეს დაიმახსოვრეო და ყველა ამის იყო დაგებით რომ ქვეყნის დასაცავად იყვნენ და ინტერესების დასაცავად და იბრძოდნენ კიდევაც ბოლომდე კეთახმები და ძალიან დიდი ისტორია შექმნეს ბატონებო დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ეს მომზადებისთვის ახლა ნებამიბოძე ჩვენი შოუს მაყურებელს მოვასმენინო ფრაგმენტი თქვენს მიერ შესრულებული სიმღერიდან ნიუ-იორკ რომელიც თქვენმა პერსონაჟმა თქვენი მეშვეობით გააცოცხლა და რომელიც სხვათა შორის ვერცერთმა დეტექტივმა ვერ გამოიცნო არ წარმოედგინათ შემოგარგო არა რომ გავგააგიჟა ეს კაცი დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მომზადებისთვის წარმატებას გისურვებთ და ძალიან მიყვარხართ და ძალიან დიდ პატივს ვცემთ თქვენ და თქვენს შოუს. დიდი მადლობა. ნუ ახლა მამა თქვენზე არაფერს ვამბობ, იმიტომ ჩვენ ერთ უბანში გავიზარდეთ. დიახ. და დიდი პატივის ვცემა მქონდა და ყოველთვის მექნება. მახსოვს პირველი თქვენი ხება მოისმინე ჭოხონელიძეების ოჯახში. ოი, გაიხარე. კუყური ჭოხონელიძე იყო თქვენი პედაგოგი. როგორც მახსოვს და აი კუყური, ფაბრიკო, ლიზიკო ესენი როგორ გაქებდნენ რომ ასეთი ახალგაზრდა ესეთი ნიჭიერი კაცი და ქართული სიმღერის და ფოლკლორის და ამის მოვლელი გვეძლებაო გისურვებთ წარმატებას გაიხარე Start spreading the news I'm leaving today I want to be a part of it New York, New York მე არა These vagabond გადაიფიქრა are longing to stray And through the very heart of it New York, New York I wanna wake up ოთარ ექიმებში ფიქრე აბა Can't find out king of the hymn Carlsen is number one King of the hill My little town knows რა საყვარელია Melting away დამახასიათებელი დემბრია და არ არის პატარა ბიჭი New York, New York If I can make it then I make it აუ რა კარგად მოძრაო Anywhere It's up to you New York, New York ძალიან კარგი იყო ბრავო ფრენკ სინატრა ნებამიბოძე წარმოგიდგინოთ მომღერალი რომელმაც პირველივე გამოჩენისთანავე მაყურებლის გამორჩეული ინტერესი და მოწონება დაიმსახურა ჩვენი შოუს სტუმარია ახალგაზრდა ნიჭიერი მომღერალი მარნეულიდან შაბან მამედოვი შაბან მოგესალმებით შემოგარგო ძალიან მიხარია რომ აქ საშუალება რომ დღეს გიმასპინძლიო მე ძალიან მოხარულია რომ აქვს ეს პატივი იყო თქვენთან ერთად თქვენს გადაცემაში მადლობა ამისთვის პირველივე გამოჩენისთანავეო ახსენე და სიმართლე გითხრა როგორც კი მოგისმინე შენი შემოქმედების თაყვანისმცემელთა რიგებში ჩავეწერე აი მართლაც აი რაღაცის გამორჩეული გულწრფელობა უკვე ჩამოყალიბებულ ოსტატობასთან ერთად რომელიც შენ გაგაჩნია იშვიათი რამ არის და არ შემიძლია ამ ყველაფრისთვის განსაკუთრებული მადლობა არ გითხრა შენ და ყველას ვინც ხელი შეგიწყო შენ მუსიკალურ განვითარებაში უღრმესი მადლობა თქვენი მხრიდან ასეთი შეფასება მithmetis როცა გია ბაღაშვილი გაფასებს ასეთი სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია პირადად ჩემთვის გენაცვალე ახლა პირველ რიგში რა თქმა უნდა შენს მშობლებს უნდა უთხრა მადლობა და თუ იცი რატო ხო იცი მშობლებმა იციან ხოლმე რომ აი კარგად თუ მოიქცევი ამას გიყიდი იმას გიყიდი და ხანდახან ავიწყდებათ ხოლმე პირობა და აი შენ მშობლებს არ დაავიწყდათ პირობა შექმნიდნენ ინსტრუმენტს გიყიდიო და გიყიდეს და მასწავლებლებთან შეგიყვანო და შემიყვანეს როგორ იყო მითხარი შენი მუსიკალური ასე ნაბიჯები პირველი მოკლედ
6 წლის ასაკში დავიწყე პირველად რაღაცა, პატარა მელოდიის აწყობას ვცდილობდი. ჩემთვის რა თქმა უნდა, რაფერი გამომდიოდა, იმიტომ რომ არ მქონია არავითარი მუსიკალური განათლება და ეს ინტერესი შეამჩნია ჩემმა ოჯახმა და რომ იტყვიან პატარა გამოცდასავით მომიწყვეს. თუ ერთ მელოდიას მივიყვანდი ბოლომდე, ისინი უკვე მიყიდებდნენ ნამდვილ ინსტრუმენტს, იმ დროისთვის ნამდვილს, ახლა უკვე ნამდვილი აღარ იყო ეგ. მაგრამ და შემდეგ შემიყვანდნენ მასწავლებელთან. მოკლედ, მე ჩემი სიტყვა შევასრულე მათ თავისი და აი ასე დაიწყო ჩემი ნელ-ნელა მუსიკალური, ასე ვთქვათ, მოკრძალებული კარიერა, მოდი ასე ვთქვათ. შენ მშვენივრად უკრავ ინსტრუმენტს. ეს შენი შეისწავლეთ როგორ მოხდა? მუსიკალური განათლება მიღებული მაქვს, აქვე მსურს ვახსენო, რომ მე დამთავრებული მაქვს ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური მუსიკალური სასწავლებელი კლასიკური ვოკალის ფაკულტეტით, ასევე 7 წლები ფორტეპიანოს განხრით და მოკლედ მყავდა ძალიან კარგი პედაგოგები და რა თქმა უნდა არ შემიძლია არ ვახსენო ჩემი სკოლა, პანსიონი, რომელიც მე დავამთავრე, სადაც ქართული ენა შევისწავლე, ეს გახდათ თბილისის 202 უსინათლო და მცირე მხედველთა საჯარო სკოლა. ამ სკოლაში დიდი მადლობა. დიდი მადლობა ამ სასწავლებლებს და ყველა ჩვენს პედაგოგს. იმიტომ რომ საზოგადოებაში ჩამოყალიბებაში სწორედ აი ეს ამ სკოლას მიუძღვის უდიდესი წვლილი. გაგახარებს. სკოლაში რომ შევედი ქართული საერთოდ არ ვიცოდი, ერთი სიტყვაც არ ვიცოდი ქართულად. სწორედ ამ სკოლაში მოხდა ქართულის შესწავლა. გენაცვალე. ყველაზე მეტად რა მაინტერესებს ისე აი ქართული ხალხური სიმღერის მიმართ. შენი ინტერესი რამ გააღვივა და რა იქცა შენი საგონების წყაროდ? ხო, ქართული ხალხური სიმღერა ჩემთვის მე ერთ-ერთ ინტერვიუში ვახსენე, რომ არის ცხოვრების არსი. ცხოვრების არსი, რომლითაც მე შემიძლია ჩემი ემოცია გამოვხატო, გავუმკლავდე სტრესს და ასე შემდეგ. ქართულ ხალხურ სიმღერასთან დაახლოებაც სწორედ ამ სკოლაში მოხდა და ჩემი მუსიკალური ღმერთის, ხო თუ შეიძლება ასე ვთქვათ, მე ყოველთვის ვახსენებ ამას, ეს ადამიანი არის ჩემთვის მუსიკალური ღმერთი, ჰამლეტ გონაშვილი იყო მუდამ ჩემი შთაგონების წყარო და რა თქმა უნდა ჰამლეტ გონაშვილი იქნება მუდამ ის სამაგალითო ადამიანი, რომლის გზაც აუცილებლად უნდა გააგრძელოს ყველა. ისე იმისთვისაც მინდა გითხრა კიდე მადლობა საფრანგეთში რო იყავი და ჩოხა არ გაგიხდია ჩემო კარგო და ეს ყველაფერი მე გადაედო ხებსაც და ხო ხედავ ფრანგი მომღერალი რო არის გიმსი იმანა ჩოხა მოირგო და ქართული სიმღერა იმღერა ნინაო შეასრულა ეთქობა გამბავი მიწვდა მაგასაც რომ ჩოხით საქართველოსთან საფრანგეთში ხო ზოგადად ჩემი პრინციპია სადაც მე მივდივარ აუცილებლად უნდა მეცვას ჩოხა იმიტომ რომ ყველა უნდა ხედავდეს საქართველოსთან რო ვარ და არ უნდა უწევდეთ რაღაცა იმის გაგება სანამ ჟური არ გამოაცხადებს ან წამყვანი საიდან ვარ აუცილებლად პირველივე შეხედვისთანავე უნდა იცოდნენ საიდან ვარ სანამ უშუალოდ კონცერტი დაიწყება რო შევალ დარბაზში უკვე უნდა იცოდნენ ვინ ვარ საიდან ვარ და რა თქმა უნდა ეს უნდა მოხდეს ჩოხით შაბან ახლავე ვეწყი ჩვენი შოუს მაყურებელს რომ შენ პირველად ხარ დღეს მართალია ჩვენთან სტუმრად მაგრამ არამს და არამს უკანასკნელად იმიტომ რომ კიდევ არაერთხელ იხილავენ შენს გამოსვლას და მე და შენ აქამდე არასოდეს გვიმღერია ერთად უფრო ზუსტად არ გვიმღერია ტელევიზიით თორე შენს მშობლიურ მარნეულში ჩვენ სცენაზე ერთად ესე ექსპრომტად ვიმღერეთ და მე მგონი ცუდად არ გამოვიდა ჩვენი რაღაცა ხმათა შეწყობა და თუ შენ წინააღმდეგი არ ხარ ვთხოვ ეხლა ჩემს მეგობრებს და მომაწვია გიტარას და ერთი ლამაზი სიმღერა მოდი ერთად შევასრულოთ. პატივი იქნება ჩემთვის ბატონო გიო თქვენთან ერთად შესრულება პირიქით. შენაცვალე შენ. ხური უგდე საქართველოს მთებს და ლელიას იავნანას დედასავით გბილად მღერია ცელქისიოსად არ მღერის აქ სულ სხვარის და სამშობლოს ჩურჩულიც ხო დედის ხმარის გადახედე მთებს აზიდუს გოლიათება დანაღველი ღრუბელივით გაიფანტება სიოგვი ხმობს ხანაღელავს თითქოს ხარის საყვარელი სამშობლოა დედის ხმარი სიოგვი ხმობს ხანაღელავს თითქოს ხარის
სამშობლოა დედის ხმარი გადახედე ჯეჯილში რომ მორცხმობს ღიღილო თითქოს უნდა ჩვენთან ერთად დაიღიღინოს სალამურად გაითლება ლერწამის ხერო როგორ გაძლო სამზეცის ქვეშ რომარ იმღერო გადახედე მთებს აღილუს გოლიათება დანაღველი ღრუბელივით გაიფარდება სიოგვი ხმობს ხანაღელავს თითქოს ღვარის საყვარელი სამშობლოა დედის ხმარი სიოგვი ხმობს ხანაღელავს თითქოს ღვარის საყვარელი სამშობლოა დედის ხმარის დედის ხმარის ჩვენი სტუმარი გახლდათ უნიკიერესი და უსაყვარლესი პიროვნება შაბან მამედოვი წარმატებები უსურვოთ ამ საოცარ ახალგაზრდას სამი ყუპი ძმა გიორგი გაბრიელ და ნიკოლოზ ცინდელიანები არიან ჩვენი გადაცემის შემდეგი სტუმრები ოგდადი ბიჭებო აუმარჯოს ოგდადი ბიჭებო მოგესალმებით. მოგესალმებით. როგორ ბრძანებით? კარგად, დიდი მადლობა თქვენ, რომ მომბრძანდით ჩემთან. ჩვენი ფეხის ქვეშ სტუდიაში. ამინ, თქვენი პირველი სტუმრობა. სხვათა შორის, სამი ტყუპი ძმა, ოღონდ მოცეკვავე. ადრე მყოლია სტუმრად, მაგრამ მოღელები პირველად ყავს და ძალიან მიხარია ჩემო ბატონო. ისი რა მითხარი, ტყუპები კი ხართ, მაგრამ უფროსი რომელია თქვენში? მე ვარ უფროსი. უფროსი, რამდენი ხნით? ნიკოლოზზე ვარ 20 წუთით და გაბრიელზე 9 საათით უფრო დიდი. უფროსი კაცია და პატივსაცემი. როცა არ მიჯერებენ და ნერვებს რომ იშლიან, ზოგჯერ ეუბნები დიდებს დაუჯერეთ მეთქი. ცირარი, ყუპები ზოგჯერ ძალიან გვანან ერთმანეთს. თქვენ ძმები რო ხართ, კი მიხვდება ადამიანი, მაგრამ ალბათ ბევრი არიჯერებს. არის ხოლმე ეგეთი მომენტი, რომ ყუპებზე ეჭვი ეპარება თართო არა. ჩვენი ყუპები არ ვართ, მაგრამ პატარაობაში რო ვიყავით, აი გავდით საკმაოდ ერთმანეთს, მაგრამ ეხლა რო გავიზარდეთ, საერთოდ აღარ გავართ ერთმანეთს. გონიათ რომ უბრალოდ ძმები ვართ და მე ვარ უფროსი ნიკოლოზ შუათან და გიორგი პატარა, მაგრამ სინამდვილეში პირიქით არის. იცი რა მითხარი? ასია ცნობილი რომ ყუპებს ხშირად ერთი და იგივე რაღაცები უნდებათ და იქნები, აი დედავშია სამივე ერთად გაყვიდით ხოლმე თუ როგორ არის? დიახ. მაგალითად შიმშილზე მარტო არა, მაგალითად გაბრიელი როცა ცუდად გძნობს თავს ან თავით ტკივა, ან ფეხით ტკივა, მეც ტკივა და ნიკასაც ტკივა. მართლა კაცო? დიახ. ვიღაცას რაღაც მოუნდება, ყველას ერთდროულად მოუნდება და ვეუბნებით ერთმანეთს რომ ერთად უთხრა დედას თქო. და ზოგჯერ ამ ერთდროულ მონდომებასაც ხანდახან კამათი მოსდეს. კი? დიახ. თქვენ ჩოხები ძალიან გიხდებათ, მადლობა. მაგრამ არამხოლოდ გარეგნული ნიშნით, შინაარსითაც სავსეა თქვენი დამოკიდებულება ჩვენს ეროვნულ ტანისამოსთან. პირველ რიგში ჩოხა არის ქართული ეროვნული სამოსი ჩვენი. ჩოხა არის ქართველობის და ქართული სულის გამოხატულება. გეთანხმები ნამდვილად ასეა. და თან თქვენ მართვეში მღერით, ხო სწორია? დიახ, ჩვენ ვართ მართვეს წევრები.
ჩვენ ჩოხა მეორე იმიტომ გვაცია რომ ჩოხა არის მართვეს საქართველოს ეროვნული სამოსი და ჩვენ ვართ მართვეს წევრები მართვეში მღერით და ძალიან დიდი პატივია ჩვენთვის როცა ჩოხა გვაცვია და მართვეში არა მარტო ხალხური სიმღერები იქ მუსიკალურ მთლიან კომპლექსურ განათლებას ვიღებთ სოლფეჯიო რომელსაც გვასწავლის ნინო ჟღენტი ჩვენი არაჩვეულებრივი ჩემი მეგობარი კი ძალიან გვასწავლის ფორტეპიანოს არაჩვეულებრივი და ნამდვილი პროფესიონალი ქალბატონი თამუნა ჩოთირიძე დირიჟორობას სწავლობდით ომარ ბურდულთან და ასე შემდეგ. შესანიშნავი კონტინგენტი, შეუბადო, მადლობა თქვენს პედაგოგებს, მადლობა. მინდა ვისარგებლო და უდიდესი მადლობა უთხრა მართვეს პედაგოგებს, რადგან ისინი ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ და ბავშვებს ხალხურ სიმღერებს აყვარებენ და ასწავლიან. ნამდვილად ასეა და ვისარგებლებ შემთხვევით და თქვენთან ერთად. მადლობას ვეტყვი აც განსვენებულ უდიდეს პიროვნებას. ბატონ აზორ ერქომაიშვილს, რომელიც 85 წლის საიუბილეო წელია და აი მართლაც აი გრანდიოზული საქმეა გაკეთებული, რომ მან უფროსა უკვე მერამდენი თაობა არა მხოლოდ ეუფლება ხალხურ სიმღერას, არამედ თქვენ მსგავსად სწორედ აი ქართულ ფესვზე იზრდება და დიდი მადლობა ბატონ აზორს აი ყველაფრისთვის. ბატონ აზორთან ერთად ბატონ რამინ მიქაბერიძეს და ყველას ვინც აი დიდ საქმეში მონაწილეობს წლების განმავლობაში. ახლა საუბარი ძალიან კარგია, მაგრამ როგორც ერთ კახურ სიმღერაშია ნათქვამი ურსაიჭამენ და ღვინოსმენ სიმღერას არიტყვიანო მოდი სიმღერას ვთქვათ და შევაშველოთ აქვე აი თუნდაც პატარა ფრაგმენტი რომ წაიმღეროთ რასაც თქვენ ჩათვლით საჭიროდ ოჩეჩხეიდა ხვარიელი ძალიან კარგი. თქვენი ნიჭი არ იფარგლება მხოლოდ და მხოლოდ მუსიკალური მიმართულებით და ხშირად მithქვას მათ შორის ჩვენ შოუში რომ მუსიკა და კარატე ერთად ძალიან კარგად მიდის მეთქი და ბატონო აი ეს სამი ვაჟკაცი ამის დასტურია, იმიტომ რომ სიმღერასთან ერთად ისინი კარატესაც ეუფლებიან და წარმატებებით აქვს ამ მიმართულებით და მითხარით თქვენ კარატესთან დამოკიდებულებაზე. ჩვენ კარატეზე როდესაც შევედით სხვათა შორის დიდი ხანიც არ დაგვჭირდა, სადღაც 2 თვეში, 3 თვეში უკვე მესამე ეტაპზე ვიყავით, ქამარის ქონდა ყვითელი ქამარი აღებული. ჩვენიერი შედეგია 2-3 თვისთვის მით უმეტეს. დიახ, რა თქმა უნდა, შემდეგ რაღაც ტრამვების შედეგად დიდი პაუზა ავიღეთ და სანამ ამ პაუზას ავიღებდით, გიორგის ქონდა ფეხის დაზიანება. შემდეგ რომ გააგრძელა კარატე, 2 გაკვეთილიც არ იყო და საერთაშორისო შეჯიბრზე გაიყვანეს. რას ვაპარაკო? ვიქარი მე როგორ წარიმართა ეს ამბავი? ჯერ ზედმეტად ნაადრევად მივედი და კულისებში ველოდებოდი, ასეთი იყო, სადაც ემზადებოდნენ, ტატამიც იყო და ვარჯიში იყო და რო გავედი, 2 რაუნდი იყო, 1 რაუნდი მოვიგე და 1 რაუნდი სამწუხაროდ წავაგე. და ჩემმა მასწავლებელმა პირადად მე მითხრა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფრედა მთავრდა, მასწავლებელი ჩემთან მოვიდა და მითხრა, სულ ასეთი აღმაფრენით და ასეთი თავდაჯერებით იჩხუბეო. ძალიან კარგი სიტყვები უდგამდა სწორი მიმართულებით გაუქმებებით. ხან მინდა გითხოთ, კარატეში ესეთი ახტომები, ჩვეულებრივი ამბავია და ნახტომში დარტყმები და ასე შემდეგ, ხო? და
ეს ნახტომები თქვენ არც მუსიკაში გიჭირთ, იმიტომ რომ პირველიდან მესამე კლასში გადაგახტუნეს და მე მესამე და მეხუთეში, ხო, თუ ვარსკები, თუ როგორ იყო? პირველიდან ეგრევე მეხუთეში გადაგვახტუნეს. პირველიდან პირდაპირ მეხუთეში ხო და გადაგახტუნეს? დაახლოებით 2 თვეში ჩაგვაცეს ჩვენები და მე კონცერტებზე გავიდავიზე. ბატონო, ნიჭიერი ხალხი. ვიფასო მეგობრებო, აი ამ სამმა ვაჟკაცმა ეს რაღაც ჩაიფიქრა და თან ახორციელებენ თანაც პერიოდულობით, რომ ხანდაზმულ ადამიანებთან მიბრძანდებიან და პანსიონატებში utარებენ კონცერტებს. მითხარით ეს ამბავი როგორ არის და ეს პროექტი, ჩვენი პროექტი, მოვაფეროთ ბებიებს და ბაბუებს, დავიწყეთ გასულ ზაფხულში. და რამდენიმე ხანდაზმულ პანსიონატს ვესტუმრეთ, ჩავატარეთ მინი კონცერტები და როგორც ვთქვათ, მოვაფერეთ ბებიებს და ბაბუებს. ჩვენ კიდევ გავაგრძელოთ ეს პროექტი, წავიდეთ ბევრ პანსიონატში და მოვაფეროთ ძალიან ბევრ ბებიებს და ბაბუებს. გენაცვალეთ თქვენ, მინდა გთხოვოთ, რომ აი აქეთ გადმოგბრძანდეთ თქვენი შოუს სცენაზე, მოგაწოდებთ მიკროფონებს და შეასრულეთ ერთი სიმღერა, რომელიც მე განსაკუთრებით მიყვარს აი თქვენს მიერ შესრულებული სიმღერებიდან. აბა გთხოვთ. Pizzabat, gumam xolot sheni mze, sheni mizaitama, shen skazab khusum geri, shen sabrils da maisebs, galtas kadagikotsni, ubes vardit hagivsebs. Istris kwechara, shemokbilo mamulo, shemokargo kweghana, zarei khotashuli, romge istris kwechara, shemokbilo mamulo, shemokargo kweghana. Zavarakiani, okros peri qanebi, sabarelo mamulo, kotsni getagwanebi. ჩვენი სტუმრები იყვნენ ძმები ცინდელიანები, წარმატებები უსურვოთ მათ. ჩვენი შემდეგი სტუმარია მომღერალი დათუნა სირბილაძე. დათუნა საღამოს დიდობისა. მოგესალმებით. მადლობა შენგენაცვალე. მოგესალმებით სმენელს და დიდი მადლობა მოწვევისთვის. ერთი წელი არ ყოფილხარ ჩემთან. ავიდა უკვე ამდენი. ავიდა, მალე გადის დრო. ჩვენ რო ხშირად ვნახულობთ გია ერთმანეთს, მე ეს დეფიციტი შეიძლება აღარ არის.
შენ, ჩემო ძვირფასო ადამიანო, ზეგ გაქვს, მართლა ეგ გადაჭარბების გარეშე შეიძლება წავიდე. არა მარტო მნიშვნელოვანი, საეტაპო მნიშვნელობის ამბავი, იმიტომ რომ პირველად ატარებს სოლო კონცერტს თანაც რუსთაველის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში და მოდი ამის შესახებ ვითხარი, რა ელოდება დარბაზში მომბრძანებულ მაყურებელს. მოლოდინი არის რაღაც საოცარი უკვე. ძალიან დიდი მზადება გავიარეთ ყველამ ერთად. ესენი არიან ორგანიზატორებიდან დაწყებული მეკა და მთელი მისი გუნდი სეფის კვერაძე, კეთი გაბისიანი მუსიკალური ხელმძღვანელია და ბენდის ბიჭები პატა ანდრიაძე და არაჩვეულებრივი შემადგენლობა. აი გია როგორ გითხრა, იმ სიმღერები, რომლებიც ჩემ რეპერტუარშიც იყო და ის სიმღერები, რომლებიც ყველასთვის საყვარელია და მე ვასრულებ, ან შეიძლება არც შემისრულებია, მე ყველა სურპრიზს არ მოუყვევი ახლა, იქნება ამ სიმღერების ახალი ვერსიები. იქ შესრულდება 20 სიმღერა. ძალიან დიდი მადლობა მინდა კულტურის სამინისტროს გადაუხადო შემოქმედებით საქართველოს და ასევე თბილისის მერიას, იმიტომ რომ ძალიან დიდ ხარჯებთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული, შენ ძალიან კარგად იცი ეს ყველაფერი. თანადგომის გარეშე რთულია ძალიან. და დამიდგნენ ძალიან გვერდზე და ძალიან დიდი მადლობა მინდა ამისათვის გადავიხადო. ასევე მინდა მადლობა გადაუხადო ჩემს კოლეგებს, რომლებიც ზეგ ჩემს გვერდზე იქნებიან წარმოდგენილები და ეს ჩემთვის პირველ რიგში დიდი პატივია და მე ძალიან დიდი გამხნევებაა, რომ შენი მეგობარი, შენი კოლეგა, შენთვის საპატივცემულო ადამიანი გვერდზე გიდგას და გვერდს გიმშვენებს. რა თქმა უნდა, ყველას ვერ დაუძახებდი, მეც რეპერტუარში ვარ შეზღუდული და თან რა თქმა უნდა, ნომრების რაოდენობას კიდევ ბევრს მოვიწოდი სიამოვნებით, მაგრამ იმედია კიდე იქნება რაღაცა ესეთი კონცერტები ჩემი, ანუ ესეთი მასშტაბის და აუცილებლად შევეცდები, რომ ყველას მოვეფერო. შემიძლია ჩამოთვალო ვინ მიიღებს მონაწილეობას. ჩამოთვალოთ კი ბატონო. მაია ჯაბუა, ქალბატონი მაია ჯაბუა, ნატალიკო ქუთათელაძე, მარიამ როინიშვილი, ანსამბლი შვიდკაცა, ჰერიო, თეატრალური კვარტეტი, გიგა აბესაძე, კახა გრიგალაშვილი და ჩემი და და ჩემი ძმა გივიკო და ეს არის შნავი შემადგენლობა. გარტყმებული ვარ, გამორჩეული საღამო ელოდება ჩვენს მაყურებელს, თუნდაც მესი გიქნები, შემოძმავო და მხარს დაგიჭერ ყველანაირად. დღეს მითხარი, რა სიმღერით ხარ მომბრძანებული ჩვენ შოუში? დღეს ვარ ერთ-ერთი ჩემი საყვარელი სიმღერით, რომელიც სულ ეხლახანს გავაკეთე და ქალბატონი ნუნუ დუღაშვილის საღამოზეც შევასრულე ქალაქ ბათუმში, თბილისო სიყვარულო. უმღეროთ ჩვენ ქალაქს. როგორ გითხარ მიყვარ ხარ მიყვარ ხარ არ მეყოფა სიტყვები ამას ჩემი სიყვარულით მიხოდები დარდო ჩემო და ჩემო თბილისო სიყვარულო თბილისო სიხარულო სიკვდილამდე შენთანავა სიკვდილამდე შენთანავა დარდო ჩემო და ჩემო თბილისო ზეშენა და ვიწამე ოღონდ ჩემად მიწამე ავარ შენი წავლით მიწავლე დარდო ჩემო და ჩემო თბილისო სიყვარულო თბილისო სიხარულო სიკვდილამდე შენთანავა სიკვდილამდე შენთანავა დარდო ჩემო და ჩემო თბილისო როგორ გითხარ მიყვარ ხარ არ მეყოფა
ჩემო და ჩემო თბილისო თბილისო სიხარულო თბილისო სიხარულო სიკვდილამდე შენთანა სიკვდილამდე შენთანა დარდო ჩემო და ჩემო თბილისო დარდო ჩემო და ჩემო თბილისო დიდი მადლობა ჩვენს სტუმარს დათუნა სირბილაძეს. დღეს ამის გამშვიდობებით ძირფასო მეგობრებო და ყოველივე საუკეთესოდ გისურვებთ. მომავალ შეხვედრამდე.